საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. პირველ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 55 უცხოური დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთან ერთად დარნიცკის რაიონში რუსეთის მიერ დაბომბილ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან მივიდა. რუსმა ტერორისტებმა აქ სულ მცირე 14 უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათ შორის 4 ბავშვი, ერთ-ერთი ბავშვი 2022 წელს რუსული დაბომბვის დროს დაიბადა და დღეს დილით რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. წერს ანდრი სიბიჰა X-ზე. ომი შეეხო ევროკავშირს და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს პუტინის განზრახვა არ იყო, წერს ევროკავშირის ელჩი უკრაინაში სოციალურ ქსელში. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ეს ომი ჩვენ ყველას გვეხება და ჩვენ ერთად უნდა გავუწიოთ მას წინააღმდეგობა. ეს ომი ის გამოცდა, რომელშიც არ უნდა ჩავიჭრათ, ვკითხულობ დიპლომატის განცხადებაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა $12 მილიონ შეიძინა, ცვლილებები ბიზნეს რეესტრში უკვე აისახა. მანამდე უნივერსიტეტის 100%-იანი წილის მფლობელი კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია იყო.